წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დეკანოზი ბიძინა გუნია შემოგვიერთდა. მამა ბიძინა ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ასევე კვირაცხოვლობას, რომელიც ახლა კვირას ვიზეიმეთ და სწორედ აღდგომის ნიშნულობის შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ, რაც არის უდიდესი ზეიმი ყოველი ქრისტიანისთვის, მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის, რა მოუტანა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომამ კაცობრიობას. მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად დიდი, რომ იგი მიწიერი საზომით ვერანაირად ვერ მოიაზრება. ეს არის დღესასწაული, რომელიც აერთიანებს მოზეიმე, ანუ ზეციურ ეკლესიას და მებრძოლ ეკლესიას. თითოეული ადამიანი მოწოდებულია რა უფლის მიერ ცხონებისაკენ, ამ დღესასწაულში პოულობს უმთავრეს სიხარულს, პოულობს საზრის ქრისტიანული ცხოვრებისა. იოანე მინჩხი მე-10 საუკუნის დიდი მოღვაწე ერთგან ბრძანებს, რომ ქვეყანაი დაწყეული კვალად იკურთხა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახლავთ. მას შემდეგ, რაც ცოდვით დაცემა მოხდა და პირველ ადამიანებმა ესე თქვათ მიიღეს უფლისგან სასჯელი და ერთგვარად წყევა ესე აი ეს წყევა მოიხსნა. ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახლავთ. მე გავიხსენებ წირვის ასამაღლებელს, კურთხეულარს მეუფება მამისა და ძისა და სულისა წმინდისა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე და ჩვენ ყველა ვდგევართ რა ტაძარში, როდესაც საღვთო ლიტურგია დასრულდება, ამბიონის ლოცვის შემდეგ მღვდელი კითხულობს ლოცვას, რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენთა უფალო. პასუხი იმაზე თუ როგორ ბედავთ ჩვენ რომ უფალს ვაკურთხებთ, სწორედ ამ ლოცვაშია, რომ ჩვენ რო ვამბობთ კურთხეულარს ღმერთი ჩვენი ამ კურთხევა უფლისა თქვენზე და ასე შემდეგ, ყოველივე ეს უკავშირდება თვითონ უფლის მიერ ბოძებულ კურთხევას და იგი აკურთხებს მათ, ვინც მას ადიდებენ და მას აკურთხებენ. დიახ, მამა ბიძინა, ასევე საგალობლებში, რომელსაც ვისმენთ ამ ბრწყინვალე დღეებში, აღდგომის დღეს, შემდგომ ბრწყინვალე შვიდეულში, ახლა ტაძრებში წმინდა ლიტურგიის დროს არის გამოხატული სწორედ აღდგომის დღესასწაულის არსი. აი, ქრისტე აღდგა მკვდრეთი სიკვდილისა დამთრგუნველი დასაფლავების შინა და ცხოვრების მიმნიჭებელი. აი, სიკვდილის დამთრგუნველი. ამაზეც ვისაუბროთ, რას ნიშნავს? შეიძლება ყველასთვის გასაგები არ იყოს ეს სიტყვები. უფალმა ცოდვით დაცემის შემდგომ, რა თქმა უნდა, განეგულა რა ადამიანთა ხსნა, ამას წმინდა იოანე კუპერი ბრძანებს. მან სათანადო დრო გამოარჩია და ხერხი. დროზე ამ დღეს არ ვისაუბრებთ, მაგრამ ხერხთან დაკავშირებით, სწორედ წმინდა სამების მეორე პირი განკაცდა, მოძრნა ცანი, გარდა მოხდა ზეცი და ხორჩი შეისხლა. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იმდენად დიდი იყო დაცემის სიმძაფრე, იმდენად დიდი იყო ის დარღვეულობა, დისჰარმონია, რაც ღვთისგან განდგომილებას, ღვთის მადლის განძარცვას მოყვა და ქმელებათა გვირგვინი ადამიანი, რომელიც ასე იგი საოცარი ბრწყინვალების გახდათ, არა ის რომ სრულყოფილი იყო, არამედ უცოდველი გახდათ, მას პირდაპირ შეეძლო ურთიერთობა უფალთან, განეშორა უფალს, მას სულიერი თვალი ჩაუქრა და ცოდვის პატიჟად სიკვდილი ერგო. აი ამ უდიდესი მოვლენის საპირწონედ უფალმა შეისწნა ხორცი და მან ადამიანური ბუნება, ანუ კაცება შეიმოსა, ის რომელიც დაცემამდე კი არ ქონდა, არამედ ცოდვით დაცემის შემდგომი რაც უნდა განეკურნა, ანუ ყოვლირთურთ ჩვენ გვეზრახა, ანუ ჩვენ გვემსგავსა გარდა ცოდვისა. და ის სწორედ ღვთაებ ერთ პიროვნებაში, ერთ იპოსტასში მოხდა განღმრთობა ადამიანური ბუნებისა, ანუ ერთ პიროვნებაში, ერთ იპოსტასში ერთად იმყოფება ღვთაებრივი ბუნება ადამიანურ ბუნებასთან ერთად შეურწყმელად. დიახ.
და განუშორებულად და მტრეთით აღდგომა გახდა სწორედ ის კარიბჭე, რითაც მაცხოვარმა სიკვდილისგან იხსნა კაცობრიობა. ჯვარცმა მტრეთით აღდგომა და უკანასკნელი მთავარი საღვთის მეტყველო მნიშვნელობით აქტი ამაღლება. ეს გახდათ ადამიანური ბუნების გამოხსნის საბოლოო წერტილი. ასე რომ მხოლოდ ჯვარზე ვნებას ადამიანური ბუნებით ჯვარზე ვნებას, იმიტომ რომ ღვთაებრივ ბუნებას არაფერი ეხება და სიკვდილს. აქ არის განსაკუთრებული რამ მაცხოვარი გამოკიდებული თავისი სხეულით ევნება რა ჯვარზე და ის გარდაიცვალება, თუმცა მას ხწნილება არ ეხება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ და მესამესა დღესა მტრედით აღდგა. შეიძლება ასეთი კითხვა დავსვათ მხოლოდ იმიტომ რომ გავიაზროთ რატომ პირველივე დღესე არ აღდგა. საქმე იმაში გახლავთ რომ თვითონ მას აქვს რა თქვა რომ აი 3 დღეში ავარღვევ და მე ავდგები და გარდა ამისა იგი ჩადის ჯოჯოხეთში. მისი ადამიანური განხტობილი სული ჩადის ჯოჯოხეთში და იქ ახარებს პირველ ყოვლისა ადამ და ევას და ყველა იმ მართალს, რომელთაც მოლოდინი ჰქონდა მესიისა. დიახ, მამაბიძინა, თქვენ ბრძანეთ რომ ესეთი კითხვა ისმება ხოლმე რომ რატომ თქვა პირველივე დღეს არ აღდგა. ასევე ასეთი კითხვაც არის ხოლმე და ჩემ შულს დაუსვამს მაგალითად ჩემთვის რომ რატომ დასჭირდა უფალს ჯვარზე ვნება და ასე ამ გზით გამოხსნა კაცობრიობის, ხომ შეეძლო ყოვლის შემძლე ღმერთს თქვათ ვნების გარეშეც და ადამიანური ტანჯვის და განსაცდელების გარეშეც მოეხდინა ასეთი სასწაული და გამოეხსნა კაცობრიობა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყოველივე რაც უფალმა აღასრულა უნდა ჩვენ გავიაზროთ, უნდა ჩვენ განვიცადოთ. მაგალითად ერთგან ბრძანებს უფალი განიცადეთ და იხილეთ რამე თუ მე ვარ უფალი. ხო ეს არის მე გაგზელება მსგავს ჩვენ და ქმნილი მოვიდა და ერგზის თავისთვის შესირა. ყისერად რაიმე რომ მომხდარიყო ადამიანები ვერ მიხვდებოდნენ. ადამიანები ვერ იქნებოდნენ თანაზიარი ყოველი ამის, იმიტომ რომ ჩვენ უფლის მაცხოვნებელი გზის, ანუ საღვთო განგებულების თანაზიარი უნდა გავხდეთ. უფალი მოგვიწოდებს მოვედი ჩემ და ყოველნი მაშრალი და ტვირთმსიმენი. სხვაგან ამბობს, აი თქვენ მიხვდითო რა გავაკეთე მე თქვენთვის, აი ძალიან ბავშვურ ენაზე ვამბობ. სწორედ ეს არის ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ იგი სწორედ რომ განკაცდა არა ასე იგი დიდ პალატებში, დაუშვათ სასახლეებში, არამედ ბაგაში ყველაზე თავმდაბლობა გამოაჩინა, მან ცხოვრების წესი გვიჩვენა, ვის ეუწყეს პირველად ესე იგი მწყემსებს ეუწყა, მოგვებს ეუწყა, ამის შემდეგ კაცობრიობამ ბევრი რამ გაიგო, ნათლისღება, ყველაფერი ეს პროცესი არის, რადგან დაცემული, ადამიანური დაცემული მდგომარეობა მიწვდეს ყოველივე ამას. და ჩვენი გზა რა თქმა უნდა ჯვარცვის გზა. ნუ რამე მიფიქრებს რომ თანაზიარი ხდებით რა უფლის მაცხოვნებელი გზისა, ეს გზა იევარდით არის მოფენილი. არა თვითონ უფალი ბრძანებს სასუფეველი ცათა იიძულების. დიახ. ვინც მხოლოდ მცირეს მოიმუშაკებს, ვინც მხოლოდ აი მცირეს ასე იგი წმინდა ბასილი დიდი ერთგან ბრძანებს, უდიდესი მოღვაწეები დიდად დამაშრალნი ფიქრობდნენ რომ რაღა ეშველებოდათ მათ და ჩვენ რა უნდა ვქნათ მაშინ როცა თითქმის არაფერი გვაქვს გაკეთებული. ასე რომ ყოველივე ეს უფალმა განიგულა რათა ჩვენ გავაცნობიეროთ. ამასთან დაკავშირებით მახსენდება 45 ფსალმუნის ბოლო მუხლი თვალსწრები მეათეა. იქ დავით მეფსალმუნის პირით უფალი ბრძანებს მოიცალეთ და გულისხმა ჰყავთ რამე თუ მე ვარ ღმერთი. ჩვენ არასდროს არ ვცალია. იგი ნახეთ რა ხდება მარტო აღდგომის დღესასწაულზე მოვედი. დანარჩენ ვერც მეზვერის და პარისევლის კვირას, უძღებიშვილის კვირას, ანუ მოსამზადებელი პერიოდი, პირველი კვირა, დიდი მარხვის, მართლმადიდებლური ზეიმის შემდეგ ასე აღარ გავაგზელებ და ვამბობ, იცით მე სამსახური მაქვს, მე ოჯახი მაქვს და შემდეგ და გავიწყდება რომ უფალმა გვითხრა
რომ 6 დღე უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე და იგი მე-7 წმინდა ვყოთ ცნებაშია პირდაპირ მოცეული მე-4 ცნებაში. ასე რომ ძალზე მნიშვნელოვანია აი ბოლო სიტყვები, რასაც უფალი დავით წინასწარმეტყველის პირით გვეუბნება, მოიცალეთ და გულის ხმა ჰყავთ. და სხვაგან ამბობს უფალი განიცადდე იხილეთ. რაშია საქმე ისეთ რომ ყოველივე ამის ოდენ გონებით გააზრება წარმოუდგენელია. თუ გონება და გული ერთმანეთს არ შეუერთდა, გულის ხმა ყოფა ვერ მოხდება, ვერც ვიქნებით განცდელი ყოველივე ამის. განცდასთან დაკავშირებით ეფრემ ასურის ლოცვა, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ დიდ მარხვაში გაძლიერებულად, დამომანიჭემე განცდა თვისთა ცოდვათა. რა არის ის, რომ ადამიანი შეიძლება ხვდებოდეს რაიმეს, მაგრამ განცდა მას არა აქვს ამისი. ასევე სწორედ ჩვენ უნდა გავიცადოთ, აი დაუბრუნდები საწყის წერტილს, საიდან დავიწყეთ, რომ ქრისტე აღსგამტრეთ სიკვდილითა, სიკვდილისა დამდგუნელი და ამის გააზრება, ამის განცდა უნდა შეგვეძლოს, რათა თანაზე არ ვიყოთ. ეს არ მოდის ძალიან მარტივად. არ მოდის უცაბედად. იგი მოდის დიდი შრომით, დიდი რუდუნებით, თუ ადამიანმა არ იცის ათიმცნება და უფრო უარესი კიდე არ საინტერესებს. თუ ადამიანმა არ იცის ხრანეტარება, მამაო ჩვენო არ იცის, რწამსი არ იცის, უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს სახარების სწავლებაზე. მაგალითად, ეძიებდით პირველად სასუფეველო საღამო ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ყოველეგე შეგეზინა ჩვენ. ამ დროს ჩვენ ვწუწუნებთ, აბა სად არის სამართალი, აბა ეს რატომ მოხდა? ამ დროს ყველაფერი ჩვენს საცხოვნებლად ხდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში ბრძანებდა, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს მოვლენების სულიერი აღქმა. ის კი არა, ის რაც ფიზიკის კანონებს ემორჩილება, გასაგებია ეს ყველაფერი ამ ქიმიის კანონებს ან საზოგადოებრივ მოწყობის და კანონებს იურიდიული თუ სამოქალაქო სულიერი კანონები, რომელიც სწორედ იქ არის წარმოჩენილი, რაც მე ჩამოვთვალე. დიახ, აი თქვენ პატრიარქის ეპისტოლე ახსენეთ და პირველი აღდგომა, პირველი კვირაცხოვლობა, პირველი ხარება იყო, როდესაც უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარეშე შევხვდით, ამ ქვეყნიური თვალსაზრისით, თორემ ზეციდან რა თქმა უნდა მის შეწევნას გრძნობთ და მისი ლოცვების შემწეობას. მამაბიძინა, აი კიდევ ერთი საგალობელი გამახსენდა სააღდგომო, აღდგომისა დღე არის გაბრწყინდებოდით აწერნო და ასე შემდეგ. აი ეს გაბრწყინება ვთქვა და სიხარული, რომელიც აღდგომის დღესასწაულს რა თქმა უნდა მოაქვს და ყველა ადამიანში შემოდის, მაგრამ განსაკუთრებით შემოდის ალბათ იმ ადამიანში, ვინც თქვათ ესწრება ღამის წირვას, ლიტურგიას, განიცდის ამ ყოველივეს. და როგორ უნდა შევინარჩუნოთ ასევე ეს სიხარული და აღდგომის სიხარული, როგორ უნდა შევინარჩუნოთ მთელი წლის განმავლობაში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ. იცით როგორ არის? ჩვენ, მოდი ასე მარტივად ვიტყვი. სკოლაში რო დავდივართ, ყოველ წელიწადს პირველი კლასიდან გადავდივართ მეორეში, მეორედან მესამეში და ასე შემდეგ, მე-10 კლასში და შემდეგ დავამთავრებ სკოლას. თუ მე ყოველ წელს არ გავიზარდე, აღმოჩნდება ასეთი კატასტროფული რამ, რასაც მე ხშირად ვახსენებ ხოლმე მავანს, რომ აი წარმოიდგინეთ, ბავშვი არის მე-10 კლასში და მას აქვს მეორე კლასის ცოდნა. ეს არის სრული კატასტროფა. როდესაც მე 10 წელია დავდივარ აზარში, 15 ზოგი 20 წელი და ჯერაც არ ვიცი მამაუჩვენოს მნიშვნელობა. ჯერაც არ ვარ ისე მიყურადებული, რომ იქ რომელი სახარება იყო წაკითხული, ისიც კი არ მახსოვს წიგნის დამთავრებამდე. ანუ მე არ ვიზრდები, ადამიანი უნდა გაიზარდოს. ამას უწყობს ხელს მარხვა. მარხვა არა მარხვისათვის, არამედ სოდვების მოსაბოჭად, ლოცვისათვის არამედ უფალთან სასაუბროდ. როდესაც ადამიანები ამბობენ, ისეთ მამაო, მე მეზარება ლოცვა. მე ვეუბნები, მოდით თქვენი სიტყვები ესე ვთარგმნოთ. მე მეზარება უფალთან საუბარი. მე მეზარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მიმართვა. და ის შეცვლება ხოლმე. აბა ლოცვის დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? მოვიხსენიებთ წმინდა სავებას, დედა ღვთისმშობელს ვავედრებთ ჩვენ თავს ასულებს. ისე რომ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს გაცნობიერებული. თუ უფლისკენ სავალი გზა არ არის გაცნობიერებული, ეს მხოლოდ ოდენ ყოფითი რამ იქნება და ეს აუნიშნავ. სწორედ მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ შეგვახსენა ჩვენ ყოფით პრობლემებში
ჯაძირულებს ხშირად გვავიწყდება მარადიული ცხოვრება. ჩვენ ხო წამსის მე-11 წევრი გვახსენებს მოველი აღდგომა სამკვდრეთი და ცხოვრებასა მერმისამი საუკუნის სამინ ის უფალთან ცხოვრება და ნეტარი მდგომარეობა ზიაღმატებულია ყოველივე სიკეთეზე, რასაც დედამიწაზე შეიძლება მიემთხვიოს ადამიანი. აი მამაშვილური სიყვარული, დედაშვილური სიყვარული, მეგობრობა ზიაღმატებულია. ამ დროს რადიკალურად საპირისპიროა ჯოჯოხეთური მდგომარეობა. მრავალი რამ შეიძლება მდგომარეობასთან დაკავშირებით ითქვას მატლი, დაუძინებელი, ცეცხლი, დაუშატელი და ამავდროულად და ერთ-ერთი არის საოცარი ესეთი რამ, აი უბრალო სიტყვებით ესე შეიძლება გადმოცეთ, რომ ჯოჯოხეთური მდგომარეობა არის ის, როდესაც არავინ არ უყვარს. დედას შვილი არ უყვარს. დაძმას ერთმანეთს არავინ არ უყვარს და ღმერთმა ყველას გვაშუროს. ასე რომ სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ აი სიმაღლე რომ არ დავკარგოთ, ჩვენ ისევე შემართებით უფრო ძლიერად უნდა გავაგრძელოთ ლოცვა. როდის მიხვდები, რომ ესე იგი სწორ გზაზე დგეხარ, გიხარია ლოცვა. როდის მიხვდები, რომ სწორ ნაბიჯს როდესაც მარხვის შემდეგ ინარჩუნებს ზომიერებას. მე მარხვა იმიტომ კი არ დავიცავი, რომ შევიზღუდე თავი, არამედ ვნებებს მოვერიო და ახლა ეს სადავეები უნდა მქონდეს. რა ვნებებს, მამაო, დაუშვათ ამ პარტავნების, განკითხვის, ესე იგი, ნაყროვანების, სიძვის, მრავლის მეტყველების და ასე შემდეგ. და არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ აი ამ გზაზე მხნეობა გვჭირდება ჩვენ და უფლის შეწევნა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა გახლავთ, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა. ყოველი დღე ისე გაატარეთ, რომ ერთი ადამიანი მაინც გაახარეთ. უთხარით, ესე იგი, სასიყვარულო სიტყვა. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად სურვილი გვაქვს, რომ ვილოცოთ, ვაკვირდებით ჩემს აქციელს, ვაკვირდებით ჩემს ქცევებს, ეს ნიშნავს, რომ წინ მივდივარ. აი, მამაბიძინა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ლოცვა თუ გიხარია, ესე იგი სწორ გზაზე გახარო. ანუ თუ ილოცე მაგალითად ეს გიხარია, მაგრამ ლოცვამდე მისვლა რომ გეზარება, ვთქვათ და ეს გიჭირს, მაშინ რა ხდება? სასუფეველიცად, აი, ძუღლების ისეთ ეშმაკი ყველანაირ ხერხს მიმართავს, რადა ადამიანი, ესე იგი, დააცილოს ღმერთისგან. უცბად მაშინ გაგახსენდება, რომ რაღაც გასაკეთებელი, უცბად მაშინ დაგირეკავს მამანი. რაღაც ისეთი მოხდება, აი, ძალიან მარტივი რა, ტაძარში ვდგება, როგორც სასულიერო პირი, სახარება უნდა წავიკითხო და აღმართავ მარჯვენას, გადავსახავ და ვამბობ, სიბზნით აღემართეი და ისმინე წმინდა სახარება მშვიდობა ყოველთა და რას ხედავ? მამანმა ამოიღო მობილური და გადის გარეთ. და მობილური კი არა, ესე იგი, ვინც არ უნდა მოვიდეს იმ დროს. სახარება, ანუ შენ უფლის სიტყვები უნდა მოისმინო, რა არის ამაზე უფრო აღმატებული, როცა ამას მიხვდები, უკვე ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებული ხარ. გამარჯვებული ძალიან შორს არის გამარჯვება, მაგრამ ეს არის სწორ გზაზე დგეხარ და იბრძვი. აი როგორ იბრძვი, იცით? ცუდი რამ შეგემთხვა, მადლობა უფალო, ეუბნები. გაწყენინა ვინმე. უფალო შეუნდევ და მაპატიე, მე მაპატიე შეწოდებანი ჩემნი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც შენ რა დონეზე მიხვედი, იცი რომ შენ რო რაიმე შეგემთხვა, კარგი და ამა უფრო მეტად კიდე სულზე გავამახვილებ ყურადღებას, უფალი დაგანახებს შენი რეაქცია როგორია. დავიწყე წუწუნი. აი ნახე რა ხელა ნაკლი გაქვს. რაღაცაზე ცილი დაგწამეს, შენ რო თავს იმართლებ, ნახე როგორი გამოსასწორებელი გაქვს ბევრი რამ. ასე რომ უფალს ჩვენ რო განსასწრელი შეგვემთხვევა, უნდა მიხვდეთ რომ უფალს ძალზე უყვარვართ ჩვენ. დიახ, მამაბიძინა, სულ 2 წუთი დაახლოებით 3 გვრჩება და თომას კვირა არის ახლა, ესე იგი თომას კვირას სამშაბათი, თომას კვირის სამშაბათია და საფლავთა კურთხევის დღე არის და ამ თემასაც რომ შევეხოთ, გვინდოდა ასევე რწმენის საკითხსაც გვესაუბრა, რამდენიმე სიტყვით ამასაც თუ შეეხებით. რწმენის საკითხს ძალიან ეხიდება მარგალიტებივით ჩამწკრივებული კვირადღეები. მაგალითად, იქნებ მამას გაუჩნდეს კითხვა, რატომ არ შეიძლება რომ აღდგომის შემდეგ პირდაპირ ამაღლების დღესასწაული ვიზეიმოთ? არა, თურმე ეს კვირები უნდა გავიაროთ ჩვენ. თომას კვირა. ჩვენ ხო თომა მოციქულის მსგავსად ურწმუნო თომები ვართ.
მე დასაწყისში მოგახსენეთ რომ უზარმაზარია, უდიდესია ეს მოვლენა რაც მოხდა ადამიანთა გამოხსნა და ძალიან უჭირს თვით წმინდა მოციქულ თომას ამის დაჯერება, რომელიც ხილველი იყო უფლის ყოველდღიური სასწაულებისა, მისი ქადაგებებისა და აი თომა მოციქული დაეჭვდა სანამ არ ვიხილავ სამშობლოს და შემდეგ და გამოიცხადა მას უფალი რათა არ იყო შენ ურწმუნო მაგრამ ბეჭედი ყოველივესი და ჩვენ დამი მოცემული კურთხევა უფლისა მაგრამ ნეტარ არიან ისინი ვისაც მე არ უხილავ და წამალ დიახ აი ეს არის მნიშვნელოვანი რაც შეეხება თომას შემდეგ სამშაბათს უფალი განამარტო ცოცხალთათვის განკასდა ვინც ამჟამად მაშინ იყო და ამჟამად ვართ არამედ ყოველთა მიცვალებული ყოველი ადამიანისათვის და იმიტომაც ჩადი ჯოჯოხეთში და ჩვენ განსაკუთრებით ვევედრებით უფალს თომას კვირის სამშაბათს ჩვენი მიცვალებულების სული საოხად კიდევ ერთხელ ამ დიდ სიხარულს აღდგომის სიხარულს ვუერთდები ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად აღსდგა დიდი მადლობა მამა ბიძინა ჩვენთან მობრძანებისთვის საინტერესო საუბრისთვის მაყურებელს შევახსენებ წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი პროფესორი გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დეკანოზი ბიძინა გუნია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი